ჩამონათვალში რომ ბოდავდნენ რაღაცას, ახსენეს ჩორჩანა. ჩორჩანა არის ისტორია და кейსი, რომლითაც მე ვამაყობ და ვიამაყებ ყოველთვის. და ბიძინა ივანიშვილს აქვს кейსი, რომელიც სამარცხვინო იქნება ყოველთვის, როდესაც გამოვიდა და ქართველებს მოუწოდა ვიღაცისთვის ბოდიშის მოხდა, აუხსნელად ადამიანებს, მებრძოლებს, ჯარისკაცებს, ეთნიკურ წმენდა გამოვლილ ხალხს გაურკვეველი მიზეზებით ბოდიშის მოხდა მოუწოდა. მეორე დღეს მისი პრემიერ-მინისტრი გოშია გამოვიდა და თქვა, რომ თურმე ომი თავის ქვეყანას დააბრალა, ამის შემდგომ ხო რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დაგვრცინეს და დღეს გამოვიდა კოკოითი და თქვა, რომ თრუსოს ხეობა ჩემიაო და გუდაურამდე ჩვენიაო და უნდა მოგცეს და აი ეს არის ღალატი ქვეყნის ინტერესების იმისთვის, რომ რამოდენიმე ხმით უფრო მეტი მოიპოვო და ღალატი კიდე იცით რა არის? აი ამას აუხსნივე, მაგრამ ღალატი არის, როდესაც ღარიბ ქვეყანაში შენი მოქალაქეების ჯიბეში ჩაძრები და იქიდან ფულს ამოიღებ და მერე წახვალ და შენს ოჯახის წევრებს სადღაც გადააფრენ, გადმოაფრენ და ამით ისარგებლებ, აი ღალატი ეს არის და ღალატი კიდე იცით რა არის? შენი ოჯახის წევრები, როდესაც ევროპული კეთილდღეობით სარგებლობენ და შენა გამოდიხარ და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებ, რომ თურმე ევროპა ცუდია და ჩვენ აი აქ უნდა ვიცხოვროთ და სხვაგან ახლა არ მინდა კიდე უარესები ვთქვა, აი ეს არის ღალატი.